ანგარიში მოუწევთ მიკროფონი. ხო, დავწიოთ. პატონშალოთ, თქვენ გარემოს თვითმარცხნით. დაჩვენს მიმართულებით, როგორ შეაფასებდით თბილისის მერიის ბოლო წლების საქმიანობას ეს. ფაქტია, რომ სადა დედამიწა არის, თუ კი შევადარებ ჩვენ თბილისის დღევანდელ მდგომარეობას გამწვანების მხრივ და ნახავთ როგორი მდგომარეობა იყო რამდენიმე წლის წინ. დღესაც საუბარი იყო იმაზე, თუ რა გაკეთა ამ პერიოდში 2600 მხოლოდ პარკი და სკვერი რეაბილიტირდა ან ახალი გაშენდა. 400 ჰექტარს მოიცავს ეს გამწვანებული სივრცეები და სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ამასობაში შეიქმნა 150 ჰექტრამდე ტყე იქნა მოვლილი და განახლებული. ასე რომ თავად ესეც კი აჩვენებს თუ რა მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა და რაც თავარია თითოეული მოქალაქე ხედავს, რომ თბილისი აბსოლუტურად შეიცვალა, გამწვანებული არის, გარემო არის მისი მაცხოვრებლისთვის კომფორტული, რეკრეაციული სივრცეები არის ბევრი, ამას ხედავენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ისევე უცხოელები და ამას აღნიშნავენ კიდევაც ხშირად და ზუსტად ამას ებრძვიან სინამდვილეში. ზუსტად ეს უნდათ, მათ შორის როცა ვსაუბრობთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, ზოგიერთ უცხოელს, მათ დაფინანსებულ ზოგიერთ NGO-ს და პარტიას, რომ ნაცვლად ამგვარი განვითარებისა იყოს ნგრევა და იყოს პოლიტიკური ინტრიგების ეპიცენტრი თბილისი და არა შენების ეპიცენტრი თბილისი. აი ეს არის სინამდვილეში რაც უნდათ ზოგიერთ უცხოელს, ეს არის ის, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ ეს ბოლო პერიოდი ბრიუსელიდან გადადგმული ნაბიჯი. ბატონშალო, მე მინდა გკითხოთ, ოპოზიცია ემზადება არჩევნების ჩაშლისთვის, ხოშტარიას შემდეგ ამ გეგმაზე უკვე საუბრობს ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბოტკოველი. რა შანსები აქვს ოპოზიციას მთელს ამ პროცესში, როგორ თქვათ და შესაძლებელია თუ არა ეს იყოს მორიგი დავალება? სალომე ზურაბიშვილის კონტექსტში მანაც იგივე თქვა, რომ არც ბოიკოტი და კი ბატონო, მაშინ მე სალომეზე შესაძლოა თუ არა ბოიკოტი და არც არჩევნებია. მე მინდა ყველას შიგნითაც და გარეთაც უთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. და ეს ერთხელ აჩვენებს თუ რა ღირებულებითი კოლაფსი არის ზოგიერთების თავში, ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ეს არის კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ამიტომ ყველა ის, ვინც ცდილობს რომ საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არ ღვევს საერთაშორისო სამართალს, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით. არ იქნებიან თუ ოპოზიცია იქნება ციხეში. აი რამდენად იქნება ნდობა მაგალითად ამ არჩევნების თქვა რომ საერთაშორისო ეუთოდირის დაკავშირებით თუ იქნებიან მოწვეულები თვითმმართველობა. უბრალოდ თქვა რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან, იცით რომ საკმაოდ ჩვენი სისტემა საარჩევნო არის საკმაოდ ლიბერალური საარჩევნო დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით. ნახეთ მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში როგორი სისტემა არის, შეზღუდული არის იქ უცხოელების ასე ვთქვათ რეგისტრაცია დამკვირვებლებად და ჩვენი პარლამენტიდანაც ხშირად არის ახლობე სადამკვირვებლო მისიებში და ამაზე ეს ძალიან კარგად ვიცით. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ღია არის ყველა მისიისთვის, სპეციფიკური არის ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება მოწვევა, ვინაიდან ორგანიზაციის წესებიდან გამომდინარე ასე არის. ეუთოდირის დასკვნას დაკვირვებას რაც შეეხება. მას შემდეგ, რაც ბრიუსელიდან და ზოგიერთი დედაქალაქიდან მოხდა თავდასხმა 26 ოქტომბრის შედეგებზე, ვინაიდან ნახეს რომ არ იყო მათთვის სასურველი შედეგი, როგორც აღმოჩნდა და ცდილობდნენ რომ დისკრედიტირება მოეხდინათ არჩევნების, ნახეთ სულ რამდენიმე დღის წინ ეუთოს გენერალურმა დირექტორმა პირადად გენერალურმა დივანმა პირადად თქვა რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე აისახა მოსახლეობის და ამომრჩევლების ნება, წერტილი. ახლა ჩვენ ველით, რას გვეტყვის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი, რომელიც აქ
გულცივად იყურება ხელისუფლების მიმართ. რას გვეტყვის ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკი. აი ეს ამდენი თვე ხან რომ ქართული ოცნების მინისტრი ეძახეს ზოგიერთ მინისტრს და ქართული ოცნების პარლამენტს რომ ეძახის ზოგიერთი უცხოელი და მათი დაფინანსებით ადგილობრივი მათი NGO-ები აპირებენ თუ არა ბოდიში მოუხადონ ქართულ ხალხს, რომელსაც აირჩია თავის ხელისუფლება და ბრიუსელის თუ ზოგიერთი დედაქალაქის ჩინოვნიკი და მათი ზოგიერთი ელჩი დემოკრატიის უარყოფით ცდილობს რომ წაართვას ქართულ ხალხს საარჩევნო უფლება. ამიტომ რაც შეეხება და ამიტომ ჩვენ ველოდებით უპირველეს ყოვლისა რომ აღიარონ 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასება ეუთო ოდირის და მოუხადონ ბოდიში ქართულ ხალხს. რაც შეეხება ეუთო ოდირის და ამის შემდეგ ვიმჯერებთ ყველა სხვა საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის და ამ მოწოდებს კიდევ ერთხელ ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევის ცდილობა, რომელსაც ჩვენ ხედავთ დღეს ბრიუსელიდან. ბატონ შალ, მე მინდა გითხრათ ორი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტი ამ არჩევნებში. ჩვენი ინტერესი არის რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი ინტერესები. ჩვენი ინტერესი არის რომ მოქალაქეები მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ხედვებს და კანდიდატურებს წარუდგენთ, თუ კი რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, უპირველეს ყოვლისა თავის ამომრჩეველს დააზიანებს. მაგრამ დემოკრატიისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ეხლა ადამიანს თუ თავად არ მონაწილეობს, ძალით ვერავინ მონაწილეობს ვერ მიიღებს. ბატონ შალ, მე მინდა გითხრათ ორი ოპოზიციური პარტიის კოალიციაზე, ის რაზეც თქვენ საუბრობთ, მართალი გუნდი საუბრობდა რომ გახარიას და ნაციონალურ მოძრაობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში აქვთ კოალიციაო, ახლა თავად ანა წითლიძემ დაადასტურა ეს ფაქტი, რომ შევაფასოთ და უშლიდა თუ არა რეალურად ხელს მათი კოალიცია პროექტების განხორციელებას ხელს მუნიციპალიტეტებში. არჩევნებში მონაწილეობასაც შეეხება კიდევ დავასულ ერთი წინადადებით რადიკალური ოპოზიციიდან 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან 2-მა განაცხადა რომ ისინი მონაწილეობას იღებენ, 2 აცხადებს რომ არ იღებს მონაწილეობას. ასე რომ აქაც ხედავთ რომ გაყოფილია მათ შორის აზრი. რაც შეეხება კოალიციებს, ხო, ახლა რა ვიცი რაც არ უნდა ჭირი მანულ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს და ეს ჭირი ამ ჭირს ხედავს საქართველოს მოქალაქეები რომ გახარიას პარტია არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი რომელიც მიზანი და ამოცანაც არის დააბნიოს ამომრჩევლები. სად არის დღეს გახარია? უცხოეთში. ვისგან იღებს მითითებებს? უცხოეთიდან იღებს მითითებებს. ეს არის ზუსტად ნაცობა თავის აზრით. ნაცობისთვის საჭირო კი არ არის, აუცილებელი კი არ არის, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი იყო. ნაცობა გულისხმობს იყო მარიონეტი უცხო ძალის. ასე რომ ამ ხრივ კიდევ ერთი მხილება არის, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი. აქ ერთსაც გითხავთ, რასა იუკნევიჩიანის განცხადებაზე მინდა გითხავთ, რომელმაც თქვა, რომ ზია ამაღლობელი სცემესო. ბატონ ჟავა, რომ გითხრათ ამ ფონზე, ამ ტყუილის ფონზე, რამდენად სარწმუნო და სანდო არის მისი რეზოლუციები და ამ რეზოლუციების შინაარსი და ამ შემთხვევაში ეს თემა რატომ გახდა ახლა სპეკულაციის საკანი ზია ამაღლობელი საქმე. ეხლა ეს რასა იუკნევიჩიანის ეს განცხადება რა მოსატანია, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. შეგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირების საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას. პირდაპირ ფაშისტური განცხადება, როდესაც გამოარჩია მოქალაქეების ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით, მის გემოვნებაში ვარჯდება და ისინი გამოაცხადა დამნაშავეებად. ასე როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, ხა იქ რაიმე სხვა ავიცი დეზინფორმაციაზე კიდე შენიშვნის მიცემა უკვე სუბუქი დანაშაულია, ასე თქვა, დეზინფორმაცია ვიდრე ეს არის. და კიდე ერთხელ მინდა მათ შორის ამ რეზოლუციას შევეხო, რომელიც მისი მომზადებული იყო და ცალკე სასაცილო მომენტი არის, რომ მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდეს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს მანვე თავად შეიტანა შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდეს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი ასეთ ხალხი გაღმერთებული ყავს აი ამ აკაცუკა ოპოზიციას, რომელიც მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს რაღაცა რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანი. და მეორე საკითხი კიდე როცა საუბრობენ, მათ შორის ამ რეზოლუციაში ნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ იქნა არჩეული. 7 წლის წინ.
ნუ ევროპარლამენტი ხო უკვე დაამსგავს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ეხლა ბრეჟნევიზაციის პროცესიც თუ უნდა თუ დაიწყონ ბრეჟნევიზაციის პროცესი 7 წლის არჩეული ადამიანი რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგახანია და იმაზე ამბობენ რომ უნდა იყოს აღიარონ ლეგიტიმური. სიამაღლობაზე ტყუილის მიზანი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ეს თემა რატომ წამოწია? გაზდით და იმიტომ ტყუილს იტყვიან რა ედარდებათ ეხლა ვინმე პასუხს მოსთხოვოთ ფექტ-ჩეკი აქრო აფინანსებე რაღაცებს და თითქოს უნდა ფაქტები დაადგენ იქ ვინ მოსთხოვს პასუხს რასა იქნებიჯე პასუხი ვინ უნდა მოსთხოვოს ატრიალებენ მთელ ევროპას თავი ჭკუაზე ატარებენ ხედავთ ხო გუშინ ჩვენ ნახეთ მათ შორის მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ თვითონვე თავისივე პროპაგანდისტულმა მედიებმა რომელსაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს დამალეს რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის მოთხოვნილი იმ რეზოლუციაში. იმიტომ ხვდებიან რომ ქართველი ხალხი ამას რო ხედავს, იქ უკვე ყველაფერი გასაგები არის. და ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხში ქალბატონი მარტა კოსი მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. მან დაიღვარა კომპლიმენტებში, ასე ვთქვათ, რასა იუკნევიჩიანის მიმართ. ასე რომ ეს არის სრულად არის ეს ევროკომისიის პასუხისმგებლობა და ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა. სააკაშვილის გათავისუფლებას დღეს გამოდის რომ ითხოვს ევროკავშირი ევროკომისიის და მისი ელჩის სახით. ამიტომ პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩმა ქართულ ხალხს ახლა რა უნდათ ვერ გავიგე, ანუ დიქტატორი, წამების სისტემის შექმნელი ეს არის ევროპა ბატონი ჰერჩისკის აზრით, სააკაშვილი არის ევროპა ბატონი ჰერჩისკის და ევროკომისიის აზრით. ასე რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ევროკომისარის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. რაიმე კრიტიკული მოსაზრება რეზოლუციის ტექსტის მიმართ მე არც კომისარი კოსისგან და არც ევროკავშირის საელჩოსგან არ მომისმენია და არც ევროკომისიისგან. ეს ნიშნავს რომ ისინი იზიარებენ ამ რეზოლუციას, ეს ნიშნავს რომ ისინი ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, ისინი ითხოვენ მათ შორის წინა რეზოლუციებშიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთთვის, ანუ ითხოვენ რომ ჩვენ ესკალაციაში შევიდეთ რუსეთთან, ჩვენ გამოუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შექმნელი, ანუ ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა. ამიტომ ბატონმა ჰერჩისკმა უპასუხოს ევროპა არის დიქტატურა, წამება, ესკალაცია, გაწირვა ქვეყნის კონფლიქტებისთვის და ასე ეს არის ევროპა მისი აზრით. ერთად ჩაგეკითხებით სიამაღლობაზე და დავასრულოთ. ის შესაძლოა იყოს თუ არა კონკრეტულ ჯგუფებზე გათვლილი, რადგან შესაძლებელია სენსიტიური თემა იყოს ბევრი ადამიანისთვის და ამიტომაც ამ შემთხვევაში ეს ტყუილი გაავრცელა იუკნევიჩიანამ ამ სიამაღლობელის საქმეს. რა თქმა უნდა, იმიტომ ეს ხო სადაცაც ითქმება, დაიწერება, ვიღაცა წაიკითხავს და ვიღაცა დაიჯერებს. ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. აი ეს არის, რასაც მე ვსაუბრობ, ეს არის ღირებულებითი კრახი სინამდვილეში, რაც ახლა ხდება ბრიუსელში, როდესაც აღრეული არის ღირებულებები, როდესაც შენ გეტყვიან, შენ გეუბნებიან დეზინფორმაცია ცუდია და თავად იტყუებიან, როდესაც შენ გეუბნებიან რომ ძალადობა ცუდია, თავად აფინანსებენ მოძალადეებს, როდესაც შენ გეტყვიან რომ სიძულვის ენა ცუდია და თავად აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვერბალური მოძალადეები არიან და ამაში აძლევენ ფულს. ასე ეს არის ღირებულებითი აღრევა, რომელიც დღეს ბრიუსელს და ევროკავშირს წირს, იმიტომ რომ დაცილებული არიან ევროპულ ღირებულებებს. ევროპა ნენელა განიწოვა, ასე ვთქვათ, ევროპული ბიუროკრატიისგან, მათ შორის ყოფილი საბჭოთა ასე ვთქვათ, იდეოლოგიის მატარებელი ხალხის შერევით ბრიუსელის ბიუროკრატიაში და ხედავთ ჩვენ ახლა რომელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან დღეს წამყვან პოზიციებზე ბრიუსელში. შეიძლება სამი დღე გავიდა ფაქტიდან რაც მოხდა საგარეჯოში, თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე თუ დაინტერესდით რა ეტაპზეა გამოძიება და რაიმე ახალი დეტალი თუ გაქვთ თქვენ როგორც მისი მინისტრი? ძირითადად რაც გამოძიება ხედავთ რომ მათ შორის საზოგადოებას აწვდის საკმაოდ ინფორმაციას და ძირითადად რაც ითქვა ძირითადად ეს არის რასაც გამოძიებამ ამასთან დაკავშირებით არის თვითონ ფაქტი მეტნაკლებად შემთხვევა მეტნაკლებად ცხადია როგორც მოხდა და მათ შორის არსებობს იმ შენობაში არსებული თუ პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. ხო, მაგრამ იქ ნახა საჯარო კი არ არის აუცილებელი იყოს ეს პროკურატურა. საზოგადოების და ამიტომ პროკურატურა მოგვახსენა, მათ შორის ადვოკატიც იყო, რომელმაც ისაუბრა, რომ მასაც ნანახი აქვს ეს კადრები. თავად ფაქტია, თქმა უნდა, იქ აღწერილი არ არის, როგორც ითქვა, არის პერიმეტრი აღწერილი
ყველაფერი და გადაადგილებები და მოძრაობა. რაც შეეხება мотиваციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად ბატონმა ბატონო შალვა, სალომე ზურაბიშვილი რომ მეც ვიკითხავ რა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა ასეთი რომ არც ბოიკოტს აპირებენ არჩევნებში და არც ბატონო შალვა, სალომე ზურაბიშვილის განცხადება. არც მაგას მე ვერ გეტყვით, ეს ამაზე თავად თორნიკე უნდა ისაუბროს. სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ბატონო შალვა. მე ვერ გეტყვით ახლა როგორ გითხარით ხა мотивაციებზე თავად ბატონო თორნიკე უნდა ისაუბროს. სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება ბატონო შალვა. ადამიანის სიკვდილს ებრძოდა, ნახეთ თქვენ და იცით რომ ეხლა თურქეთში არის გადასაყვანი სამკურნალოდ და მან თავად უნდა ისაუბროს მე არა. ბატონო შალვა, მეც გითხავ თუ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრი იყო მძიმე მდგომარეობაში, ხა იქ ფიზიკურად ვერ მოინახულებდი ადამიანს, ვინაიდან რეანიმაციურ განყოფილებაში იყო და იცით რომ როგორც კი დაიწყო გაუმჯობესების დინამიკა, ოჯახის სურვილით ის გადაყვანილი არის თურქეთში. ბატონო შალვა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ ოჯახის სურვილი ახაც იგივე კვლევებს ჩაუტარებდნენ, რაც გასაგებია, მაგრამ უყურეთ, ხა ოჯახი არის და ოჯახს აქვს სურვილი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ამ დროს რომ ოჯახის გადმოსახედიდან როგორც ისინი ხედავენ მისი ოჯახის არის მკურნალობას, ასე წავიდეს, იმიტომ ეს ოჯახის პასუხისგებლობაც არის მათ შორის. სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ ასე კი არც ბოიკოტი და არა, რატომ ანუ ეს ყველაფერი ხომ კორუფციას ქონდა ადგილი. უყურეთ, რაც აი თქვენივე წამოწყებილი საკითხებია, რომელზეც მე თქვენვე კითხვებს ვავს და თქვენვე პასუხობთ და ამაში როგორ ჩავედი. ბატონო შალვა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე მინდა კითხოთ, გუშინ თქვა რომ არც ბოიკოტი, არც არჩევნებში მონაწილეობა და ამ დროსთან ნაცმოძრაობაში აცხადებენ რომ არ დაუშვებენ არჩევნების ჩატარებას. თანხმედრა ხომ არ არის ამ ორ განცხადებას შორის ან სალომე ზურაბიშვილის რისი თქმა სურს და ან ოპოზიციას რისი თქმა სურს ამ განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი ნურც გაფრინდება და ნურც მოფრინდება ხა. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მე-7 წელია ამბობს რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და აი რომელიღაცა კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის სტანდარტი, ცალკე ეთქვა შეაკერინა და დადის ამ დროში და გაიძახის ვარ პრეზიდენტი. აი ხო სასაცილოა, სინამდვილეში ხო უნდა ამაზე უბრალოდ ვიცინოთ. ეს ყველაფერი როცა ჩაივლის, მე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაცა გამაგრდა თავის ციხესიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ესეთი შემთხვევები ჩვენ ადრიდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც თვითმარქვია მართველები იყვნენ. მაურიან დაკავებებს უნდა ვიყოთ კორუფციის პრალდებით კიდევ ბატონ შალვა. ის სისხლისწამლის პოლიტიკა, რომელიც ახლა ხორციელდება, იქნება ეს ნარკოდანაშაულების თუ კორუფციის წინააღმდეგ, მისი ამოცანა არ არის რომ იყოს ხმაურიანი, მისი ამოცანა არის რომ იყოს ეფექტიანი და მიაღწიოს შედეგს და ხედავთ რომ უნდა ცოდნოდა რომეო მიქაილოძის ეს რაც ფულის შოვნის ამბავი. ხა იმ დარბაზში ვიყავ, როდესაც ანრიო ხანაშვილმა თქვა და ასე არ თქვა ჯერ ესეთი, ხო? ხო, ახლა მეკითხათ, თქვენ ხარ ჟურნალისტი და მოსმით. ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა შექმნა ვებგვერდი, სადაც წერია რომელ ორგანიზაციას ამდენს ურიცხავს ევროკომისია. აქ მოხდა ქართული ორგანიზაციებიც, მათ შორის საია, საფარი საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა საუბარი. ამ ფონზე ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები საქართველოში აპროტესტებენ გამჭვირვალობას, ისე შევალფოთი არის. ხო, ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მილიონერი NGO-ები არიან, თითქოს წინთ ხოლმე და ეხლა ხო ნახეს. ევროპელებმა თავად შექმნეს ვებგვერდი, სადაც პირდაპირ გამოჩნდა ჩვენი მილიონერი NGO-ები და ეს მილიონერი NGO-ები ხა თავისი ფულიდან და დაფინანსებიდან გამომდინარე მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რაც შეეხება ქვეყანაში ჩვენ სისტემას კიდევ ერთხელ სამწუხარო ესეც აჩვენს ფარისევლობას, მათ შორის ბრიუსელის ფარისევლობას, როდესაც ცდილობენ რომ არ გაასაჯაროონ, რასაც ისინი აფინანსებენ. ვინაიდან შემდეგ მათ შორის ეხლა აქ რაც გასაჯაროვდა, ნახეთო თურმე ისვედი ჩვენ რო გვეგონა რომ ამერიკული ფული იყო ძირითადად, თურმე ევროპული ფულით არის ძირითადად დაფინანსებული როგორც ჩანს და ამ მილიონებსაც NGO-ები იქიდან იღებენ. ასე რომ ის რაც გააკეთა ისვედმა, როდესაც ამ არჩევნებზე მათ შორის არ აქვეყნებდა პარალელურ დათვლებს, იმიტომ რომ აერია სიტუაცია, ჩვენ თუ აქამდე ვამბობდით, რომ იყო ამერიკული დაფინანსების პასუხისმგებლობა, ეხლა აღმოჩნდა ბრიუსელის პასუხისმგებლობაც, ასე რომ ამაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში ისფედმა, რაც გააკეთა და გასცეს პასუხისმგებლობას.